ახლა საინტერესოა რას ფიქრობს ირაკლი კობახიძე დღეს ამის შესახებ. მედიის წარმომადგენლებმა ვერაფერი ვერ მოვისმინეთ, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს ატარებდა და საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ მან გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაეტოვებინა ქართული ოცნება პოლიტიკიდან წასულიყო. ირაკლი კობახიძე არ მივიდა მის დასამშვიდობებლად. კობახიძე ამ დროს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს წარადგენდა. ეს ღონისძიება მედიისთვის დახურული იყო. პრესამსახურმა თავად გადაიღო კადრები და თავად გაავრცელა ამ კადრებს ახლა პირველების მაყურებელი თვალს ადევნებს. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს არ სურდა საუბარი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ეს იყო ის მიზეზი, რის გამოც სწორედ მედია არ დაპატიჟა ინფრასტრუქტურის მინისტრის ახალი მინისტრის წარდგენაზე. რაც შეეხება ყოფილ მეოცნებებს, ადამიანებს, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის წასulis შესახებ მათ არ გაკვირვებიათ ის განცხადება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომელიც ღარიბაშვილმა გააკეთა, რადგან სტაჟიანი ქართული ოცნების ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ღარიბაშვილი დიდი ხანია ქართულ ოცნებას არის შეიძლება ითქვას განრიდებული, ის არ ერთვება პარტიულ საქმიანობაში და ცდილობს თავი აარიდოს ყველა იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ირაკლი კობახიძე ამ პერიოდის განმავლობაში იღებდა. ამასთან ერთად პირდაპირ აცხადებენ ყოფილი მეოცნებები, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა ფსონი ირაკლი კობახიძეზე დაადო და ყველა შავი საქმის გაკეთება სწორედ ირაკლი კობახიძეს დაავალა. ღარიბაშვილთან დაკავშირებით ერთი მოტივი ეგ არის, რომ თავისი კადრები საერთოდ გაყავს თამაშიდან, იმისათვის რომ კობახიძემ სხვისკენ არ გაიშვიროს ხელი მე რა ვქნა და იქ ბიძინას ვიღაცები არიან, ხო? მისი მოტივი აგრეთვე ღარიბაშვილი კონკრეტულად ღარიბაშვილთან დაკავშირებით არის ის, რომ ეჭვიანი კაცია ბიძინა და ნამდვილად ეჭვიანობს ღარიბაშვილზე გახსოვთ, ხო? ჩემი ვერსია რომ შეიძლება ჩვენებები აქვს ეს მიცემული იყო. ხო და ასე რომ ყველაფერი ერთად არის. ნამდვილი პატრიოტები საქართველოში ჯერ ხელიდან მიდიან და ასე რომ ვთქვათ ფულის კეთებას იწყებენ, მერე პარტიიდან მიდიან და მერე არ ვიცი ღარიბაშვილს გაუშვებენ თუ არა, მერე ბოლოს ქვეყნიდანაც მიდიან. ეს არის პატრიოტიზმის უმაღლესი ფორმა ქოცურა. ივანიშვილმა გააკეთა არჩევანი, ვინ ჭირდება დღეს და მას ამ გადაწყვეტილებაში ყველაფერს, რაც კი უკავშირდება ცუდ და შავ სამუშაოს, ისრულებს კობახიძე. ამიტომაც ახლა ღარიბაშვილის წასვლა არის ლოგიკური გაგრძელება იმ შიდა ძალიან მძიმე პროცესების, რაც არის ქართულ ოცნებაში. კონფლიქტი, რომელიც არის კობახიძესთან დაკავშირებული და მასთან დაპირისპირებული ღარიბაშვილი, ამის გაგრძელება ახლა ეს გადაწყვეტილება ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან თავმჯდომარეები არ მიდიან, ასე ამბობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს გაექცა, თუმცა პროდასალური ოპოზიციის შეფასების ღარიბაშვილი შესაძლოა სანქციებს გაექცეს, თავი აარიდოს, თუმცა ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, ყველას კარგად ახსოვს, მათ შორის 5 ივლისი, როდესაც მწვანე შუქი აუნთო ძალადობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ახლა ჩაძირულ გემს გავს და ამ გემიდან ყველა ცდილობს, რომ გაადახტეს და სწორედ ასე გამოიყურება ახლა ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც ცდილობს დისტანცირება მოახდინოს სწორედ ოლიგარქის პარტიიდან. ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და გაექცა იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება ქართული ოცნება. ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით, მათ არ უნდათ რომ აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ ქართული ოცნება არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი ფარსი პროცესით. ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის კარზეც გამორჩეული ადამიანი იყო, ხო, რომელიც მისი ნებისმიერი სურვილის უსიტყვო შემსრულებელი იყო და მას ეს სახელი ჰქონდა ამ გუნდში. ამის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილმა ის ორჯერ რა ფორმით მოხსნა პრემიერ-მინისტრობით და ყველას კარგად გვახსოვს და ეხა საერთოდ პარტიიდანაც კი გააგდო. აი ნათლად მიუთითებს ეს ყველაფერი, როგორ ექცევა ივანიშვილი მისთვის ყველაზე ერთგულ და უსიტყვოდ
ნებისმიერი სურვილის შემსრულებელ ადამიანებსაც კი. და საბოლოო ჯამში ხო ყველა კარგად ხედავთ, რომ რაღაცა ძალიან დიდი არეულობა არის ივანიშვილის კარზე, რომელიც რა თქმა უნდა დასრულდეს იმით, რომ ივანიშვილი დაკარგავს ძალაუფლებას. ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ რეალურად და სინამდვილეში ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ხანია უკვე გაწეულია და არ არის სინამდვილეში ოცნების პოლიტიკის ნაწილი და ამ ყველაფრის გაფორმება მოხდა რეალურად. ეხლა ვინ დაინიშნება თუ ვინ იქნება ფორმალურად არჩეული ოცნების ახალ თავმჯდომარედ ამას ვიხილავთ. ბედის ირონია ნამდვილად, რომ როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელისფათურს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ჩემი გაშვების მიზნით და თავისავე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან. ღარიბაშვილმა გადაირჩინა თავი. ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა და იმ მილიონების გადარჩენის, რომელიც მან მოპარა წლების მანძილზე ქართული ოცნების სახელით ქართულ ხალხს. და ასევე სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება და ცხოვრება. ეს არის რეალურად მისი პოლიტიკიდან და ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან წასვლის მიზეზი. ქართულ ოცნებაში ახლა იმის მტკიცებაში არიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს არ გაქცევია და მეტიც არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახლა არის იდეალური დრო, თუ ვინმეს უნდა რომ პოლიტიკიდან წავიდეს, ახლა შეუძლია ეს გადაწყვეტილება მიიღონ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება ახლა ისეთ მწვერვალზეა, როგორ მწვერვალზეც არასდროს არ ყოფილა. შესაბამისად, მეაჩნია, რომ ასეთი მწვერვალის დროს თუ ვინმეს აქვს დაგეგმილი, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს, გაერიდოს პროცესს, ახლა არის ის დრო, როდესაც შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. პაპუაშვილი უწონებს ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილებას, რომ პოლიტიკას თავი დაანება. ფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ყველაფერი განმარტა და რაზისი თქმაც მას სურდა ყველაფერი თქვა, რაც შეეხება იმას, რომ წარმატებული პარტიიდან არ მივიდა, პირიქით, თუ წასვლა არის, როდესაც წარმატების პიკზე ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და არა მაშინ, როდესაც პარტიას უჭირს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე რიგით მეოთხე საპარლამენტო არჩევნები მოვიგეთ, 9 არჩევნები ჯამში, წინ არის ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ასევე usახელოდ დამარცხდება ოპოზიცია და სახელოვნად გაიმარჯვებს ქართული ოცნება კვლავ. ასე რომ ვფიქრობ, ზუსტად ის მომენტი არის, როდესაც თუ კი ადამიანს გადაწყვეტილი აქვს რომ წავიდეს პოლიტიკიდან, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლა საზოგადოებას ერთხელ ნანახი აქვს. ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა ის პოლიტიკაში. ახლა უკვე მას აქვს გადაწყვეტილება ნამდვილად მისაღები. ურჩევნია სახლში ოჯახის წევრებთან იყოს და როგორც თავად თქვა, ოჯახს მიხედოს და კერძო ბიზნესით დაინტერესდეს, მაგალითად და კერძო სექტორში გადაინაცვლოს, თუ ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში. არ გამორიცხა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ თუ საჭირო გახდება, ისევ თუ ბიძინა ივანიშვილი მას დაუძახებს და ბიძინა ივანიშვილის საჭირო იქნება დაბრუნდეს პოლიტიკაში. საზოგადოებისთვის ირაკლი ღარიბაშვილი დარჩება ყოველთვის იმ პრემიერად, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო 5 ივლისს ძალადობას. ღარიბაშვილი პოლიტიკაში მოვიდა ღატაკი, თუმცა პოლიტიკიდან მიდის გამდიდრებული. ის არის ის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც საკუთარი შვილი სამთავრობო ბორტით აფრინა სწორედ უცხოეთში. საზოგადოებას კარგად ახსოვს ის ნაბიჯები, რომელსაც პრემიერობის დროს ირაკლი ღარიბაშვილი გამდა. შესაბამისად, ახლა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაც არ უნდა პოლიტიკიდან წავიდეს, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას წლების შემდეგ, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმი დაემხობა, ვერ გადაურჩება.